მართულებით. ერთი არის ბიზნესმენი, რომელსაც პატრონი ყავს და ჩანს როგორც ბიზნესმენია, მეორე არის ბიზნესმენი რეალურად ბიზნეს, რომელიც აკეთებს და ქვეყნის ბიუჯეტში შეაქვს თანხა. არასდროს მე გელა ბარკალაიას პოლიტიკაზე არ მიფიქრია. თორემ ძალიან დიდი ხნის უკან ვიქნებოდი, სადაც მე მჭირდებოდა იქ. ან სხვა ქვეყნიდან გამომგზავნიდნენ, ან აქ ამირჩევდნენ. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევაა, რომ არასდროს არ იფიქროთ პოლიტიკაზე, თუ გინდათ ფული შოვნა. ფული იშოვეთ ბიზნესში. ერთ შეკითხვას დაგისვამენ ყოველთვის, როცა პოლიტიკაში ხარ და ლამბორჯინი დადიხარ. ესეთ შეკითხვას დაგისვამენ. კაცო, პოლიტიკაში ხარ. 2000 ლარი გაქვს ხელფასი, 3, 5 და ლამბორჯინი საიდან იყიდეო? და ვერასდროს ვერ დაამტკიცებ, რომ საიდან იყიდე ლამბორჯინი. ამიტომ ხოჯობია, რომ პირდაპირ ბიზნესში წადი და იშოვე ფული და ლამბორჯინიც იყიდე და რაც გინდა ის, როგორც გინდა ისე, ესეთი გამონათქვამი აქვს ამერიკელებს. მთელი შენი ცხოვრება შენთვის უნდა იცხოვრო და სვეტსკად უნდა იცხოვრო. მაგრამ თუ ვინმე მიცის დედამიწის ზურგზე რა არის ცხოვრება, მე ვიცი ერთ-ერთი. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი ვიცი, მაგრამ სხვაზე მეტი ვიცი. საიდან ისეთი გზები გავიარე. უყურეთ. მე პატარა ბიჭი ვიყავი, სენაკში ცხოვრობდი, თქვენი ტოლი რო ვიყავი, დედა გარდამეცვალა, დავრჩი ერთი პატარა ბიჭი და ესეთი წერილი დაუწერია, რომ ჩემს უფროს ძმაზეც მე უნდა მიმეხედა და ჩემზე უფროს დაზეც მე უნდა მიმეხედა ამ პატარა ბიჭს. დედა ჩემი მაშინაც გრძნობდა, რომ მე რაღაცა გამოვიდოდი და ვიღაცა გამოვიდოდი. მთელი ჩემი ცხოვრება ახალგაზრდებო, სტუდენტებო, კაცურად ვიცხოვრე და 15 წლიდან დავიწყე შრომა. მაშინ ამას შრომა ერქვა, დღეს არის ბიზნესი. და დღემდე ესე მოვედი, დიდი გზა გავიარე, ნახევარ სოფლიოში ვცხოვრობ დღეს. დღეს თქვენ ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც მე პარტნიორი ამყავდეს და ძმაკაცი ამყავდეს. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, თქვა თუ საქართველოსდან მექნება წასასვლელი, თქვა თავარია სამალიოტი აფრინდეს და სად დაფრინდება, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ყველგან მიმიღებენ. საიდან? სინდისით, ნამუსით და ღირსებით უნდა იცხოვრო. რაც შეეხება ჩემი სურვილი არის, რომ თქვენაირი ახალგაზრდა გოგო ბიჭები ყველა წავიდეს ბიზნესში და ისწავლოთ ბიზნესი.